დავიწყოთ ჩვენი სალექციო კურსი. მოვახდინოთ ჩვენი პირველი Word-ის დოკუმენტის გახსნა. Word-ის ლოგოზე ორჯერ დაწკაპუნებით. გაიხსნა ჩვენი პირველი Word-ის დოკუმენტი, რომელშიც მოგვიწევს მუშაობა. ეხლა შევისწავლოთ თუ რომელი ღილაკი რა მოქმედებას ასრულებს. სიტყვაზე დავწეროთ სალექციო კურსი. ხედავთ დაიწერა ინგლისური ასოებით. შეგვიძლია გადავიტანოთ ქართულად და ვნახოთ როგორ ხდება ეს. ჩვენი მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით ტექსტის დასაწყისიდან ან ბოლოდან დავაწყაპუნოთ ერთხელ და გადავატაროთ ჩვენ სასურველ ტექსტს. შეგვიძლია მხოლოდ თითო ასოზე მივქმედოთ ან მთლიანად მონიშნულ ტექსტზე. ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ მთლიანად ჩვენი ტექსტი, სალექციო კურსი. ჩამოვშალოთ ფონტების სია. აქ არის ჩვენი ჩამონათვალი ფონტების, თუ რა გვაქვს კომპიუტერში. მოვნიშნოთ ცადღ უცხ, იგივე აკად ნუსხური. ხედავთ, შეიცვალა ფონტმა ფორმა და გადავიდა და გადაიქცა ქართულ ფონტად. ეხლა გავზარდოთ ზომა. ჩვენი ფონტის არჩევანის გვერდზე არის ციფრების მაჩვენებელი. თუ დავაჭერთ გვერდზე მყოფ ისარს, ხედავთ რიცხვების ჩამონათვალს. თითოეული არის ჩვენი ფონტისთვის მისანიჭებელი ზომის მაჩვენებელი. შეგვიძლია მონიშნოთ 8-დან დაწყებული 72-მდე. თუ არ გვაკმაყოფილებს მოცემული ზომები, შეგვიძლია ხელით ჩავწეროთ ჩვენი სასურველი ზომა. ჩავაწყაპუნებთ უბრალოდ შიგნით და დავწერთ სიტყვაზე 250. ხედავთ თუ როგორ გაიზარდა ჩვენი მონიშნული ტექსტი. ამის უკან დასაბრუნებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ უკან დაბრუნების ღილაკი undo. მაღლა არის ესეთი მარცხნივ გადახრილი ღილაკი, შეგვიძლია დავაწყაპუნოთ ერთხელ. ხედავთ, დაბრუნდა ჩვენი მოქმედება უკან. შეგვიძლია ასევე კიდევ დავაბრუნოთ რამდენჯერმე დოკუმენტის საწყის მდგომარეობამდე. დაბრუნებული მოქმედება ასევე შეგვიძლია ისევ აღვადგინოთ გვერდზე მყოფი მარჯვნივ გადახრილი ისრის მეშვეობით. ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი მოცემული ტექსტის გამუქება, დახრა, ხაზის გასმა, ფერის შეცვლა და ფონისთვის ფერის შეცვლა. უბრალოდ ამისთვის საჭიროა მოვნიშნოთ ჩვენი სასურველი ტექსტი თუ ასო, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს მუშაობა. ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ სალექციო. ქვემოთ ხედავთ ესეთ სამ ღილაკს, რომელიც აღინიშნება B, I და U. B არის ბოლდი, რომელიც ასქელებს, ამუქებს ჩვენ ტექსტს. ხედავთ როგორ გაამუქა იგი. თუ აღარ გვინდა ის იყოს ესეთი, შეგვიძლია ერთხელაც დავაწყაპუნოთ B-ს და დაბრუნდება თავის წინა მდგომარეობაში. შეგვიძლია მივაწყაპუნოთ I-ს და ვხედავთ თუ როგორ ხრის ტექსტს. ასევე გავუსვათ ქვეშ ხაზი. დავინახეთ თუ ხაზსაც როგორ უსვავს მოცემული ღილაკი. ბოლო ღილაკს use ანუ underlines გვერდზე აქვს პატარა ისრის მაჩვენებელი, რომელსაც მივაწყაპუნებთ ჩამოიშლება სხვადასხვა ხარჯების არჩევანი, რომელზე მიწკაპუნების დროსაც ტექსტის ქვედახაზი იცვლება. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ ხაზის ფერი. ნახოთ ეხლა თუ როგორ ხდება ტექსტის ფერის შეცვლა. მოვნიშნოთ ჩვენი მეორე სიტყვა კურსი. და ვხედავთ აქ არის 2 ღილაკი.
ერთი არის ფონის შესაცვლელი AB და პანქარის ნიშანი რომელზეც არის ეს არის ფონის შესაცვლელი მივაწკაპუნოთ ის არის და ავირჩიოთ ჩვენი სასურველი ფონი თუ რა გვინდა იყოს ამ შემთხვევაში იყოს ცისფერი ხედავთ თუ როგორ შეიცვალა ფონი ჩვენმა მონიშნულმა სიტყვამ მოვნიშნოთ ახლა სალექციო და მივაწკაპუნოთ შემდეგი ღილაკის ისრის მაჩვენებელს ჩამოიშალა აქაც ფერების გარკვეული მაჩვენებელი შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი სასურველი ფერი და ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა სალექციო სიტყვამ ფერი და გახდა წითელი. ასევე ჩვენ თუ არ გვჭირდება ეს ფონი აქ ან ეს ფერი შეგვიძლია ისე მივაწკაპუნოთ ჩვენ ღილაკებს ფონისთვის მივუთითებთ no color ხედავთ რომ ფონი გაქრა და ფერისთვის მივუთითებთ პირველივე ღილაკს automatic და ფერიც დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში. დავაპატარავოთ ახლა ჩვენი ტექსტი და ვნახოთ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ ჩვენ დოკუმენტში. მოვნიშნოთ მთლიანი სიტყვა და განვიხილოთ ეს 4 ღილაკი. ხედავთ არის პირველი მონიშნული ეს არის ტექსტის მარცხენა მხარეს მოთავსება არის მეორე ღილაკი ტექსტის ცენტრში მოთავსებისთვის მესამე ღილაკი არის მარჯვენა მხარეს მოთავსება და მეოთხე ღილაკი არის ტექსტის გაშუალედება. ანუ მარჯვნივ და მარცხნივ იქნება სწორ ხაზზე განლაგებული ჩვენი მონიშნული ტექსტი. განვიხილოთ სხვა ღილაკებიც. ჩვენ შეგვიძლია ასევე ტექსტის დანომრა ან რაიმე ნიშნის მიცემა. მოვნიშნოთ სიტყვაზე გარკვეული ტექსტი და ავხედავთ ჩვენ ესეთ ორ ღილაკს. შეგვიძლია მივაწკაპუნოთ ჩამოსაშლელ ისარს და ავირჩიოთ ნებისმიერი ფორმა რომელიც არის მოცემული. მეორეში არის ციფრები და ასოები. ავირჩიოთ სასურველი და ვხედავთ თუ როგორ მოინიშნა ავტომატურად. ეს ღილაკები რაც ჩვენ გავიარეთ არის ასევე მარჯვენა ღილაკზე დაწყაპუნებით გამოდის კონტექსტური მენიუ, სადაც არის თითქმის ყველა საჭირო ღილაკი, რაც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ დოკუმენტში. არის ბოლდი, იტალიკი, ანდერლაინი, არის ფონტების ჩამონათვალი, ზომის ჩამონათვალი, ტექსტის და ფონის შეცვლის ფერები და მრავალი სხვა, რასაც გავივლით ნელ-ნელა. არის იგივე ეს ღილაკები, რაც ახლა გავიარეთ და არის ნამბერინგის ესეთი ჩამონათვალიც. მოკლედ, ყველაფერი საჭირო რაც კი შეგვიძლია დაგვჭირდეს. თუ დაგზარებათ მაუსის მაღლა ატანა, შეგიძლიათ დააწყაპუნოთ მარჯვენა ღილაკს და გამოვა კონტექსტური მენიუ. ასევე როგორ ხდება ტექსტის კოპირება და ჩაკვრა. მოვნიშნოთ ჩვენი სასურველი ტექსტი, რომელიც გვინდა რომ დავაკოპიროთ და გამოვიყენოთ სხვა ადგილას. თავიდან აკრების ნაცვლად შეგვიძლია უბრალოდ დავაწყაპუნოთ მარჯვენა ღილაკს და მოვნიშნოთ copy. შემდეგ მივაწყაპოთ თავისუფალ ადგილას, ჩამოვიდეთ დაბლა, დავაწვეთ ისევ მარჯვენა ღილაკს და მივუთითოთ paste. ხედავთ თუ როგორ ჩაიკრო ჩვენი მონიშნული ტექსტი. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ მრავალჯერ დავაკოპიროთ და ჩავაკრათ სხვადასხვა ადგილას. შეგვიძლია ეს კოპის მაგივრად გავაკეთოთ მოქმედება cut. ხედავთ ჩვენი ტექსტი გაქრა, ანუ ამოიჭრა და შეგვიძლია სხვაგან ჩავაკრათ ეს ტექსტი. უფრო მარტივად რომ მოახერხოთ ტექსტის კოპირება და ჩაკვრა, შეგვიძლია მოვნიშნოთ
და მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნების მაგივრად უბრალოდ კლავიატურაზე შეგვიძლია დავაწყაპუნოთ Ctrl+C-ს ერთად, ამ დროს მოხდა კოპირება, ჩამოვიტანოთ დაბლა მაუსი და დავაჭიროთ Ctrl+V-ს. ხედავთ თუ როგორ გააკეთა იგივე მოქმედება, რომელსაც ვაკეთებით მარჯვენა ღილაკის საშუალებით. რამდენჯერაც ჩვენ დავაწვევით Ctrl+V-ს, იმდენჯერ ჩაიკვრება ჩვენი დაკოპირებული ტექსტი. ნახოთ თუ როგორ ხდება ტექსტისთვის ჩარჩოს გაკეთება. მოვნიშნოთ ტექსტი და გვერდზე ვხედავთ ესეთ ღილაკს, რომლის ისარზე დაწკაპუნებით ჩამოდის მენიუ, რომელიც გვითითებს თუ სად გვინდა ჩარჩოს ხაზის გავლა. ამ შემთხვევაში იქნება ქვემოთ, ეს იქნება ზემოთ და ასე შემდეგ. მოვნიშნოთ ესეთი კვადრატი, სადაც ყველა მხრიდან არის შემოსაზღვრული ჩარჩოს მაჩვენებელი, დავაწყაპუნოთ და ვხედავთ თუ როგორ შეიქმნა ცხრილი ჩვენ მონიშნულ ტექსტზე. ცხრილის ჩასმა. მაღლა ვხედავთ რომ არის სხვადასხვა ღილაკები, სხვადასხვა დასახელებით. გადავიდეთ Insert მენიუში და ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ღილაკების რაოდენობა და მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ცხრილის დახაზვა, ანუ table ღილაკში შევიდეთ, ჩამოიშალა ესეთი სია და ვხედავთ ესეთ პატარა კვადრატებს, რომელზეც მაუსის გადატარებით გამოიხატება ცხრილი, ანუ თითო კვადრატი აღნიშნავს თითო ხაზს ჩვენ ცხრილში, როგორც ვერტიკალურად, ისევე ჰორიზონტალურად. შეგვიძლია ავირჩიოთ ვერტიკალურად 8 და ჰორიზონტალურად 10. აქ იწერება კვადრატების რაოდენობა. ცხრილში დაწკაპუნებისას ჩნდება ესეთი ორი ღილაკი. ჯვარის ფორმის მარცხენა მაღლა კუთხეში და მარჯვნივ დაბლა კუთხეში პატარა ოთხკუთხედი ნიშანი. პირველ ღილაკზე დაწკაპუნებისას ინიშნება მთლიანად ცხრილი, რომლის დროსაც ჩვენ შეგვიძლია ჩარჩოს შეცვლა და ცხრილის რედაქტირება. მაუსის მარცხენა ღილაკის ერთხელ დაწკაპუნებით ამავე ღილაკზე შეგვიძლია ჩვენი ცხრილის მდებარეობის შეცვლა. ხოლო მეორე ღილაკი არის ცხრილისთვის ზომის შეცვლა. შეგვიძლია ჩამოწიოთ დაბლა ანუ გავადიდოთ და ასევე შეგვიძლია დავაპატარავოთ ჩვენი ცხრილი. ცხრილის ჩასასმელად ამ ღილაკის მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ 8 ვერტიკალურად, 10 კი ჰორიზონტალურად. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა უფრო მეტი რაოდენობის მითითება, შეგვიძლია დავაწყაპუნოთ Insert Table ღილაკს. გამოდის ესეთი პანჯარა, სადაც არის ესეთი ორი ციფრის მაჩვენებელი. ეს არის ჩვენი ცხრილის რაოდენობა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. ჩავწეროთ მაგალითად 15 და ქვემოთ 12. მივაწყაპოთ OK-ს და ვხედავთ დაიხაზა ჩვენი მითითებული რაოდენობის მიხედვით ცხრილი. იგივენაირად შეგვიძლია ამ ცხრილზე მოქმედება, გადაადგილება, გაზრდა, დაპატარავება. და ეხლა ვნახოთ თუ რა რედაქტირება შეგვიძლია გავაკეთოთ ცხრილზე.
მოვნიშნოთ მთლიანად ცხრილი. მარცხენა მაღლა კუთხეში მდებარე ღილაკზე ერთხელ დაწკაპუნებით. დავაწყაპუნოთ მარჯვენა ღილაკს და აქ ხედავთ ღილაკს borders and shading. დავაწყაპუნოთ ამ ღილაკზე, სადაც გამოდის ესეთი პატარა ფანჯარა. საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ ცხრილის ჩარჩო და თითეული ხაზი. თითეული ხაზის ფორმა და ზომა. მარჯვენა მხარეს არის ესეთი პატარა ფანჯარა, სადაც გვიჩვენებს თუ როგორი ხაზებია გამოყენებული ჩვენ ცხრილში. აქ არის სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტები, რაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ. ხედავთ, როდესაც მივაწყაპუნებ არჩეულ ხაზს, მარჯვენა მხარეს შეიცვალა ჩვენი არჩეული ხაზის მიხედვით ცხრილმა ფორმა. დავაწყაპუნოთ OK-ს და ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხრილის ხაზების ფორმა. შევიდეთ ისევ borders and shading-ში და ნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ეს სამი ღილაკი არის ჩვენი ცხრილის ხაზების მაჩვენებელი. თუ დავაწყაპუნებთ ამ ღილაკს მოიშლება ზედა მხარე, თუ დავაწყაპუნებთ მეორე ღილაკს მოიშლება შუა მხარე, მესამე ღილაკით კი მოიშლება ქვედა მხარე. ესენი შესაბამისად. შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი სასურველი ფორმის ხაზი ამ განყოფილებიდან და შემდეგ ამ ღილაკებზე დაწყაპუნებით ჩავსვა ცხრილის ზემოთ, შუაში ან ქვემოთ, მარცხნივ, შუაში ან მარჯვნივ ჩემი სასურველი არჩეული ხაზები. ესეთი მოქმედებით როგორც ვაკეთებ ახლა მე. და როდესაც მორჩევით ჩვენ არჩევას, შეგვიძლია დავაწყაპუნოთ OK-ს და ვნახავთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხრილის ფორმები. შევიდეთ ისევ გადავიდეთ ამ მენიუებიდან ბოლოში, layout-ში. აღვნიშნავ რომ თუ მაუსი არის ცხრილის გარეთ მიწკაპუნებული, ეს მენიუ გაქრება და როდესაც მივაწყაპუნებთ ცხრილში გამოჩნდება ისევ ჩვენი სასურველი მოქმედებებით სავსე განყოფილება layout. დავწეროთ რაიმე ტექსტი და ვნახოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ტექსტზე. მანამ ტექსტზე მუშაობას დავიწყებდეთ. გეტყვით რომ ჩვენი ცხრილის ზომების შეცვლა ნახეთ როგორ ხდებოდა. ასევე შეგვიძლია თითოეული განყოფილების ცალ-ცალკე ზომის შეცვლა, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. უბრალოდ ამისთვის მივიტანთ მაუსს ხაზთან. ხედავთ როგორ შეიცვალა ფორმა, მივაწყაპუნებთ და ჩამოვწევთ დაბლა. ან ავწევთ მაღლა, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ჩამოვწიოთ დაბლა. ესეც ჩამოვწიოთ დაბლა. მოვნიშნოთ ჩვენი მეორე განყოფილებაში მოთავსებული ტექსტი და თუ ჩვენ დაგჭირდება ტექსტის ამოტრიალება ვერტიკალურად, უბრალოდ მივაწყაპუნებთ აი ამ ღილაკს, რომელსაც აწერია text direction და ერთხელ დაწყაპებით ნახავთ როგორ შეიცვალა
ტექსტმა თავისი მდებარეობა. არის ვერტიკალური, მარჯვენა მხარეს, არის მარცხენა მხარეს და არის თავის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. ასევე შეგვიძლია ჩვენი ტექსტის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობის მითითება. ამ ღილაკების მეშვეობით შეგვიძლია ჩვენ ტექსტის მარცხენა კუთხეში მოთავსება მაღლა, მარჯვნივ გადატანა და ასე შემდეგ. სამშაბათზეც იგივე მოქმედება გავაკეთოთ. უჩავოთ კი ჩამოწიოთ დაბლა. ხედავთ რომ არ ეტევა ჩვენი ტექსტი და შეგვიძლია მოვახდინოთ ცხრილის რედაქტირება. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ შეიძლება რამდენიმე განყოფილების გაერთიანება. უბრალოდ მოვნიშნოთ განყოფილებები, რომლებიც გვინდა გავაერთიანოთ და დავაჭიროთ ღილაკს, რომელსაც აქვს, თუ დავაკვირდებით, სასურველი მოქმედების ფორმა. არის ცხრილი და შუაში არის გაერთიანებული რამდენიმე განყოფილება. მივაწყაპუნოთ და ვნახავთ თუ როგორ გაერთიანდა ჩვენი მონიშნული განყოფილება. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ვერტიკალურად. ასევე შეგვიძლია ჩვენ ჩარჩო გავაკეთეთ მთლიანად ცხრილზე. ანუ გავაკეთეთ რედაქტირება მთლიანად ცხრილზე. ასევე შეგვიძლია ჩვენ მოვნიშნოთ ცხრილის უბრალოდ რამდენიმე განყოფილება შიგნით, შევიდეთ ისევ borders and shading-ში და ვირჩიოთ მხოლოდ ამ მონიშნული განყოფილებებისთვის ჩვენი სასურველი ხაზები. და ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი მონიშნულ განყოფილებებში არჩეული ხაზებით ფორმები. ასევე შეგვიძლია ჩვენ განყოფილებების დამატება თუ დაგვაკლდა როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად ამ ღილაკების მეშვეობით. ამ შემთხვევაში დაემატება ჰორიზონტალური განყოფილება ზემოთ, ამ შემთხვევაში ქვემოთ, ამ შემთხვევაში მარცხნივ და ამ შემთხვევაში მარჯვნივ. შეგვიძლია წავშალოთ ჩვენი განყოფილებები ამ ღილაკის მეშვეობით. აქაც არის თუ დააკვირდებით ლურჯი ხაზი, რომლებსაც აქვს X-ის ფორმა, რომლებიც აღნიშნავს წაშლას. თუ მოვნიშნავთ ვერტიკალურ ლურჯ ხაზს, რომელსაც აქვს X-ი წაიშლება ვერტიკალური განყოფილება, თუ მოვნიშნავთ ჰორიზონტალურად მდებარე ლურჯ ხაზს და დავაწვევით X, წაიშლება ჰორიზონტალური განყოფილება. ასევე შეგვიძლია მოვნიშნოთ სასურველი განყოფილება წაშლისთვის და ვხედავთ თუ როგორ წაიშალა ჩვენი მონიშნული განყოფილება. მთლიანად ჩვენი ცხრილის წასაშლელად შევდივართ ისევ ამ მენიუში და ვირჩევთ ბოლო ბრძანებას delete table და ვხედავთ თუ როგორ წაიშალა ჩვენი ცხრილი. ჩვენ ასევე შეგვიძლია თითოეული განყოფილებისთვის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზომების შერჩევა. აქ არის შესაწერი განყოფილება layout-ში და მითითებულია ჩვენი არსებული ზომა. ეხლა რაც გვაქვს. მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ჩავწეროთ ჩვენი სასურველი ნებისმიერი ზომა და ვნახავთ თუ როგორ შეიძლება მონიშნული განყოფილების ზომა.
ნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ცხრილზე. გადავიდეთ layout-ის გვერდზე მდებარე განყოფილებაში დიზაინში და ვირჩიოთ მზა, ფორმები და ფერები ტექსტისთვის. შეგვიძლია ჩამოშალოთ სია და ვირჩიოთ თქვენი სასურველი დიზაინი ცხრილისთვის. ასევე გვაქვს ფანქარი, draw table, რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ხელოვნურად მაუსის მეშვეობით დავამატოთ სასურველ ადგილას ხაზები. ესე მარტივად. და არის გვერდზე საშლელი, რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ რომელიმე განყოფილების ხაზი. თუ მოვრჩებით ჩვენ რედაქტირებას, მივაწყაპუნებთ ისევ საშლელს ან ფანქარს და შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა სხვა რამეზე. მოდით განვიხილოთ სხვა ღილაკები. ნახოთ თუ როგორ ხდება ცხრილში სურათის ჩასმა. შევიდეთ insert მენიუში და ვხედავთ table-ის გვერდზე არის პირველივე ღილაკი picture. უბრალოდ მიაწყაპუნებთ ამ ღილაკს. ამოვა პატარა ფანჯარა. საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სურათი და ხედავთ თუ როგორ ჩაჯდა ეს სურათი ჩვენ Word-ის დოკუმენტში. ნახოთ თუ რა შეგვიძლია ამ სურათზე გავაკეთოთ. შეგვიძლია მივიტანოთ ჩვენი მაუსი რომელიმე კუთხეში, მივაწყაპუნოთ ერთხელ და შევცვალოთ მისი ზომა. ასევე შეგვიძლია ერთხელ მიწკაპუნებით გადავადგილოთ, ჩამოვწიოთ ან ავწიოთ ჩვენი სურათი. სურათზე დამატებითი რედაქტირებისთვის შეგვიძლია გადავიდეთ format მენიუში, რომელიც გამოჩნდება მხოლოდ სურათზე მიწკაპუნებისას. გამოჩნდა format მენიუ. აქ არის სხვადასხვა ღილაკი, რის საშუალებითაც შეგვიძლია ჩვენ მოვახდინოთ სურათზე სხვადასხვაგვარი მოქმედება. პირველი ღილაკი არის განათების მარეგულირებელი. შემდეგი არის კონტრასტის. ეს ღილაკი არის სურათზე ჩრდილის მისათითებელი. ხედავთ როგორ უკეთდება სხვადასხვა მხარეს ჩრდილი და რაც ყველაზე მთავარია არის wrap text. ესეთი ღილაკი რომელზე მიწკაპუნებისას ჩამდის ესეთი სხვადასხვა ღილაკების არჩევანი. შეგვიძლია მივაწყაპუნოთ რომელიმეს და ვნახოთ რას აკეთებს. ან უბრალოდ მივაწყაპუნოთ ბოლო ღილაკს და ამოდის ესეთი პატარა ფანჯარა ძაღლუკების და რაღაც ხაზების მაჩვენებლით. წარმოიდგინეთ ეს ჩვენი ძაღლუკა, რომელიც არის აქ მოცემული, არის სურათი, რომელიც გვაქვს ჩვენ სურათი, რომელიც არის დოკუმენტში ჩაგდებული და ეს ხაზები არის ტექსტი. ანუ ეს სხვადასხვა ღილაკი არის ტექსტის და სურათის ერთმანეთთან მდებარეობის მაჩვენებელი. სიტყვაზე ჩვენ თუ გვინდა ტექსტი იყოს სურათის ზემოთ, მოვნიშნავთ ამ ღილაკს. თუ გვინდა პირიქით ტექსტი იყოს სურათის ქვემოთ, მოვნიშნათ ამ ღილაკს და ასე შემდეგ. მოდით დავწეროთ ჯერ ტექსტი და რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ღილაკების მეშვეობით. ავწიოთ ჩვენი სურათი და ვნახოთ რას აკეთებს ტექსტთან მიმართებაში. ხედავთ ტექსტის
ზემოთ არ თავსდება და არც ტექსტის უკან არის და არც და არის ტექსტ შორის. გადავიდეთ ფორმატში. ნახოთ ბოლო ღილაკი. მოვნიშნოთ ეს ღილაკი. და უწიოთ ჩვენი სურათი. ხედავთ, ტექსტი რჩება თავის ადგილზე, შეგვიძლია და შეგვიძლია სურათის მდებარეობის შეცვლა. ასევე დაემატა აქ ერთი ღილაკი, რომელზეც მიწკაპუნებისას შეგვიძლია ამოატრიალოთ ჩვენი სურათი. ეხლა ვნახოთ შემდეგი მენიუ. სურათი ტექსტის ზემოთ. მივაწყაპოთ OK-ს. და ვხედავთ ტექსტი დაიმალა, სურათი არის ტექსტის ზემოთ. იგივე მენიუ შეგვიძლია გამოვიძახოთ სურათზე მარჯვენა ღილაკის დაწყაპუნებით და ბოლოში არის format picture. ამოდის ესეთი პანჯარა, სადაც შეგვიძლია სურათის მდებარეობის განსაზღვრა და არის layout განყოფილება, სადაც არის ის ღილაკები, რომლებიც განვიხილეთ ახლა ჩვენ. ასევე შეგვიძლია ინსერტი და სხვადასხვა ობიექტების ჩასვლა shape-ის მეშვეობით. არის აქ სხვადასხვა ფორმის ობიექტები. მივაწყაპოთ რომელიმეს სიტყვაზე ის არის. მიაწყაპუნეთ მაუსის მარცხენა ღილაკს და გადაატარეთ დოკუმენტზე. როდესაც დაგმოყოფილდებით ზომით, შეგიძლიათ აუშვათ ის არის და ხედავთ თუ როგორ დაიხატა თქვენი ამორჩეული ობიექტი. მისი რედაქტირება შეგვიძლია ჩვენ მიაწყაპუნეთ ის არზე. აქ ხედავთ თუ როგორ იცვლება მაღლა განყოფილება და ღილაკები. შეგიძლიათ ჩამოშალოთ სია და აირჩიოთ ფერები, ასევე გავუკეთოთ ჭრდილები და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ზომის შეცვლა, მიაწყაპუნებთ თქვენ ობიექტზე და ხედავთ აქ აქვს ორი მწვანე ღილაკი. მიიტანეთ მწვანე ღილაკთან მაუსი, შეიცვლის ფორმას და აწყაპუნებთ მარცხენა ღილაკს და შევცვალეთ ზომა ან დაახრის კუთხე. ესე ხდება ყველა ობიექტის ჩასმა და მათი რედაქტირება. Insert menu-ში ჩვენ ასევე გვაქვს word art-ის განყოფილება. სხვადასხვა ლამაზი ტექსტის არჩევანის საშუალება. მიაჭირეთ ესეთ დიდ ას, რომელიც არის insert menu-ში, word arts. ჩამოიშლება არჩევანი სხვადასხვა ფორმის და ფერის ტექსტის. აირჩიეთ რომელიმე. დაწერეთ სასურველი ტექსტი. შეგიძლიათ შეცვალოთ ფონტი. აირჩიოთ ქართული. აირჩიოთ ზომა. მივაწყაპოთ OK-ს. ხედავთ როგორ დაიხატა ჩვენი არჩეული ფორმის ტექსტი და რომელიც არგავს ჩვეულებრივ აკრეფილ ტექსტს. ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ ხდება ჩვენი დოკუმენტის შენახვა. რადგან ჩვენი Word-ი, რომელსაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ, არის 2007 წლის, ჩვეულებრივად შენახვის დროს იგი ინახავს 2007 წლის ფორმატით. ანუ რას ნიშნავს ეს? ხშირად სხვადასხვა ოფისებში ან თქვენ მეგობარს ან სხვადასხვა პიროვნებებს აქვთ 2003 წლის Word-ი და ასევე 2007 წლის Word-ი. ჩვენ შემთხვევაში არის ეს 2007-ის და ჩვენ თუ შევინახავთ 2007-ის ფორმატში, სამწუხაროდ ძველი ვერსიის Office-ის სხვადასხვა პროგრამა, Word-ი იქნება ეს Excel-ი, PowerPoint-ი სხვა, ვერ აღიქვავს ახალ ფორმატში შენახულ დოკუმენტებს. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?
save-ის დროს ამ ღილაკზე დაწკაპუნებით ამოდის ესეთი პატარა პანჯარა საიდანაც ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მდებარეობა თუ სად შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი დოკუმენტი ამ შემთხვევაში შევინახოთ დესკტოპზე დავაწეროთ სახელი და მივუთითოთ ფორმატი თუ რა ფორმატში გვინდა შენახვა როგორც აღნიშნეთ თუ გვინდა ჩვენი დოკუმენტი გაიხსნას ყველგან მივუთითებთ Word 97/2003-ის ფორმატს მოვნიშნავთ ამ დოკუმენტს ამ ფორმატს დავაწყაპებთ Saves და შეგვიძლია გავთიშოთ ჩვენი დოკუმენტი ხედავთ მითითებულ ადგილას შევინახეთ ჩვენი დარქმეული სახელით ჩვენი ნამუშევარი შემიძლია ორჯერ დაწკაპუნებით გავხსნათ და შევამოწმოთ არის თუ არა ეს ჩვენი შენახული დოკუმენტი და ჩვენი ნამუშევარი წინა გაკვეთილებში ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ ხდებოდა Word-თან მუშაობა მოდით ახლა განვიხილოთ როგორ ხდება Excel-ში მუშაობა მივაწყაპოთ ორჯერ Excel-ის ლოგოს და გამოჩნდა ჩვენი Excel-ის დოკუმენტი ხედავთ ეს დოკუმენტი არის Word-ისგან განსხვავებული არის გაყოფილებებით, ცხრილებით და არის ღილაკებით შედარებით სხვანაირი მაგრამ არის იგივე ღილაკები რაც არის Word-ში და არის ჩვენთვის ნაცნობი და ეს გაგვიადვილებს ჩვენ მუშაობას რადგან ჩვენ უკვე ვიცით ესენი რას ნიშნავს Excel-ში ცხრილის დასახაზად მონიშნეთ ის განყოფილებები, რომლებზეც გინდათ ჩვენი არსებული ცხრილის დახაზვა. შევიდეთ ამ განყოფილებაში, სადაც ჩამოიშლება ვრცელი სია, რომელიც განვიხილეთ უკვე Word-ში, რას ნიშნავს. არის სხვადასხვა მხრიდან ჩარჩოს გასაკეთებელი ღილაკები. შეგვიძლია ავირჩიოთ ცალკეული, ან ჩამოვიდეთ სულ ქვემოთ More Borders. სადაც გამოჩნდება ესეთი პატარა პანჯარა და როგორც Word-ში ავირჩიეთ სასურველი ზომის და ფორმის და ფერის ასევე ხაზი და გავავლოთ ხაზები სხვადასხვა მხრიდან დავაწვეთ OK-ს და ვხედავთ დაიხაზა ჩვენთვის სასურველი ცხრილი ასევე ტექსტის ჩაწერა ხდება ჩვეულებრივად უბრალოდ აკრიფავთ შეგიძლიათ გადახვიდეთ Enter-ის მეშვეობით აირჩიოთ ფონტი სასურველი რომელიც თქვენ გნებავთ გაამუქოთ დახაროთ ხაზი გავუსვათ ნაცნობია ეს მოქმედებები ჩვენთვის უკვე შეგიძლიათ დააკოპიროთ და ჩააკრეთ სხვა განყოფილებებში და ასევე ფერი შევუცვალოთ ფონს და უბრალოდ ტექსტს შეგიძლიათ insert menu-დან ჩასვათ სურათი როგორც ხდებოდა ეს Word-ში გადაადგილოთ გავუკეთოთ ფორმატირება გავუკეთოთ სხვადასხვანაირი ჩარჩო და ასე შემდეგ შეგძლიათ რამდენიმე განყოფილების გაერთიანება ამ ღილაკით დააწყაპუნებთ და ხედავთ როგორ გაერთიანდა მონიშნული განყოფილებები. ასევე ტექსტის გაშუალედება, მარჯვენა მხარის მოთავსება, მარცხენა მხარის მოთავსება. ასევე აქ არის ცხრილის ზომის რედაქტირება, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა
რაიმე კონკრეტული ზომის მითითება რამდენიმე განყოფილებაზე, შეგვიძლია უბრალოდ მოვნიშნოთ ეს განყოფილებები. მივაწყაპოთ მარჯვენა ღილაკს და მივაწყაპოთ ბოლოდან მესამე ღილაკს, სადაც გამოჩნდება ესეთი პატარა ფანჯარა, სადაც არის ზომის მაჩვენებელი. მივუთითებთ უბრალოდ ჩვენ სასურმელ ზომას, სიტყვაზე 25, დავუწევთ OK-ს და ხედავთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი მონიშნული განყოფილებები მითითებული ზომით და გახდა პროპორციული. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ვერტიკალურად, რამდენიმე განყოფილებაზე ან მთლიანად ცხრილზე, დავაწყაპოთ მარჯვენას, აქედანაც ბოლოდან მესამე ავირჩიოთ, მივუთითოთ ზომა და ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა ჩვენი მონიშნული განყოფილებებით ცხრილი. დაბრუნება უკანმოქმედების არის იგივენაერად, სულ მაღლა მარცხნივ არის ანდუ ღილაკი, ანუ მარცხნივ გადახრილი და მარჯვნივ გადახრილი ბრიდო ღილაკი. დოკუმენტის შენახვაც ხდება იგივენაერად, ვაჭერთ ამ პატარა ღილაკს, გამოდის არჩევანი, სადაც გვეკითხება სად გვინდა ჩვენი დოკუმენტის შენახვა, შევინახოთ დესკტოპზე, სიტყვაზე. სასურველია მივუთითოთ აქაც 97/2003-ის ფორმატი და დავაწეროთ სახელი. დავაწყაპოთ saves და ვნახოთ თუ სად შეინახა ჩვენი დოკუმენტი. ესა ჩვენი შენახული დოკუმენტი. სულ ეს იყო. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.